მანდარინობაზე ქობულეთში. აქ არის ჩურჩხელის ამოულება და შენით შეგიძლია ამოავლო ჩურჩხელა გამზადებულია. ხილი ჩვენ უკვე გავაკეთეთ და ჩურჩხელები არის ჩამოკიდებული. აბა ამოვავლოთ, აი ესე ჩავაწოთ და უნდა ჩავძიროთ ფელამუშში. თათარაშურავი რას ეძახიან? იმერეთში სხვა რამეს, კახეთში სხვა რამეს და ესეც ჩურჩხელა. ჩამოვკიდებ გასაშრობად და ეგ არის. მოციქებული არ არის. აქ არის კერამიკის მასტერკლასი. გილოცა? ქვიშაზე მზადდება ყავა. წეგან უკვე გავაკეთეთ და კიდევ ერთხელ. აქვე არის ქართული ნუგბარის მაგიდა, ჩურჩხელატყლაბი და ყველაფერი ქართულია. ასევე ბამბუკის მურაბა და მწნილი. ბამბუკის მურაბა უნდა გავსინჯო. აკლის მურაბასავით არის. ვერდიქტი? გემრიელია. წნილი არ მომეწონა და ეს არის ძალიან გემრიელი. მწვადების კუთხეა და იწვება არაჩვეულებრივი მწვადები. ძალიან კარგი არომატები და სუნი ტრიალებს, მაგრამ მე ვერ შევჭამ. ყველაზე დიდი რიგი და მოთხოვნა რა თქმა უნდა მწვადია და მიშო ელოდება. აქ იხარშება სიმინდი, ვაიმე როგორი. ადგილზე მომზადებული გოგრა. ძალიან რბილი და გემრიელი სიმინდია. აი აქ მოიხარშა გოგრა. უნდა გავსინჯო. გოგრა არის ძალიან გემრიელი. ფელამუშიც არის და ეს არის ქობულეთური დესერტი. მარჯვნივ ახლად შემოსულ სიძეებს აჭმევენ ხოლმე პოტენციის სასამაღლებლად. ასე მითხრეს, უნდა გავსინჯო. ძალიან საინტერესო გემო აქვს. კბილია, თან ცხარე. ბოლოში რჩება ცხარე გემო და მიშო თაფს სინჯავს პირდაპირ ფიჭიდან. ეს ხო უშაქრო. აჭარულის მასტერკლასს ვერ მოვუსწარით. რა უშავს. აი ესეთი მზადება მიმდინარეობს აქ. მიშო სინჯავს მწვადს. როგორც იქნა მოიპოვა. იმხელა რიგი იყო რომ მოუწია არ ვიცი ცოცხლის ფასადღო. თავარი არის ის რომ სახელების შემწვარი მწვადი არის. კარგად კი გამოიყურება ისე. ძალიან ლამაზი სუფრა იშლება აქ. შიგადაშიგ არის ცეკვები და ძალიან მაგრად ცეკვავენ ეს ბავშვები. ამოდის ეტები და მე მამი და მიშო ვართ თიხის მასტერკლასზე, კონკრეტულად ჭიქების მასტერკლასზე. მასტერკლასს გვიტარებს. ეს არის ჩემი ნამუშევარი, როგორ ჯერ არ არის დასრულებული. ეს არის მამის ნამუშევარი და ის არის მიშოს ნამუშევარი. დავასრულე, აი ესეთი გამოვიდა ჩემი ჭიქა. ეს არის მამის ჭიქა და მიშოს ჭიქა, რომელიც საკურას გავს და ძალიან ლამაზია. ძალიან კარგი დღე გამოვიდა, უბედნიერესები ვართ სულ ყველა. ეს ვისი მანქანაა, რა ლამაზია. რა ლამაზი კოკაკოლის წარწერები აქვს. სხვა შორის ჩემ მანქანასაც ძალიან მოუხდებოდა. ზუსტად კოკაკოლის ფერებშია ამ ადგილას ჩავი წარწერა.